მონახართ გენაცვალე? როგორ ძამდებით? რუსეთის, ბიძინაზე, ჩემო სიხარულო. როგორ ძამდებით? ვერ მიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ რუსეთის არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველოს. თქვენ ვარ. არა, ჩემო სიცოცხლე. არა, თქვენ ხართ, ყველაფრის მონახართ, რუსების მონახართ. აბა კი. კი, ჩემო კარგო. კი. თქვენ ყველგან იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ. ერთ საიჭერთ, მეორეგან გაიჩიტება, სხვა გამოჩნდეს. არა, ჩემო სიცოცხლე. ეს ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ. ჩვენ ვართ თქვენ მონახართ. თქვენ მონახართ. არა, ჩემო სიცოცხლე, როგორ გეკადრებათ? ნახეთ როგორ გეფერებით. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ამბობენ, უთქვამთ. თქვენ ციცით, ხო? რა, აბა. ის, თქვენ რა არითმეტიკა იცოდეთ? თქვენ გეცოდინებათ რომ ქართველი. მე არ წამიგია. ნახოთ. არა, ჩემო კარგო, მე არ წამიგია. არ წავაგეთ. თქვენ უნდა იცოდეთ არითმეტიკა. იცით რატომ? იცით რატომ უნდა იცოდეთ არითმეტიკა? ქართველს ვერ ამოწყვიტავთ. საქართველოს ქართველის გარეშე ვერ დაიტოვებთ. რუსებს ვერ ჩააბარებთ. თქვენ იცით ეს ამბავი? ნურას უკაცრავ. არა, ჩემო კარგო, ჩვენ ყველგან ვართ. საქართველოშიც, ემიგრაციაშიც, ყველგან რუსეთის გარდა და თქვენი გზა რუსეთშია. არა, ჩემო სიხარულო, ნამდვილად რუსეთშია. წადი ახლა? მე წადი, როგორ გეკადრებათ? ნურას უკაცრავად. სასტუმროში მოხედი ფისიქენი და დაიძინე. ვაიმე, რა საყვარელი ხარ, დამითვალეთ, რამდენი წვეთი იყო ქალბატონოთია? რამდენი წვეთი იყო, დამითვალეთ? მიშას დაურეკე. როგორ გეკადრებათ? ყველას დაურეკავ, ყველას მივაღწევ, ყველა მიიღებს იმისაღებს, რა თქმა უნდა. აუცილებლად. აუცილებლად თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპულ ჰაერს. იმიტომ რომ თქვენ რუსეთის ჰაერი გიყვართ. მაგრამ საქმე იცი რა არის, რუსეთის ბორშსაც ვერ შეწავთ, იმიტომ რომ ბორში უკრაინულია. აბა, უკრაინა რო დააქციეთ და განაცხადეთ. ჩვენ თუ თქვენ აი მე რა საყვარელი ხართ, ანუ საჭმელიც აღარ არის რუსეთში, იმიტომ რომ რუსებს თავისიც არაფერი უნდა შეიტანოთ რამე ახალი. თქვენ ახალი მეთოდები შეგაქვთ რამე რუსეთისთვის? იმიტომ რომ საკვებიც არა აქვთ, ცოდოები არიან, ხო? ნუ რას უკაცრავთ? მე არ ჩხუბობ, ჩემო სიხარულო. როგორ გეკადრებათ? ჩვენ არ ჩხუბობ. ჩვენ თბილები ვართ, ჩვენ შეგვიძლია მოგიტევოთ ყველაფერი, ოღონდ თქვენ მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ ერთი რამ იცოდეთ ქალბატონოთია. რომ ჩვენ ყველგან ვართ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველები. ამაღლობელი სახელით, ყველა დაპატიმრებული სახელით, ყველგან ვიქნებით. თქვენი არ არის ეს ევროპისაა. თქვენი რუსეთშია. თქვენი რუსეთშია, ჩემო კარგო. თქვენი რუსეთშია. თქვენი როგორ გეკადრებათ? ეს სელადამ ღუნტბელ ოხ როგორ გეკადრებათ? კი, ბიანსუ. რა ცოდოა ფრანგული რომ იცით, ხო? იმიტომ რომ თქვენ მარტო რუსული უნდა იცოდეთ.